წარმოგიდგენთ არსება, რომელსაც არც ტვინი აქვს, არც ნერვები არ გააჩნია, არც კუნთები არ აქვს, მაგრამ როგორც კი ხელს მოკიდებ, მაშინათვე ისეთ რეაქციას იღებს, ისე იკუმშება თითქოს მორცხ ბავშვს, ესე კისერში მოუღუტუნეო. ეს არის სცენარე, რომელსაც ქვია ქართულად ვეძახით მორცხვი მიმოზას, ანუ მორცხვი მიმოზა ქვია. არ არის ქალი, ანუ სცენარე არის, მიმოზა არის თვითონ სცენარე და მორცხვი არის, იმიტომ რომ ხელს როგორც კიდებ ფოთლებს ყრის და იკუმშება. ეს არის ვიდეო, როგორ მორცხვობს ჩვენი მიმოზა. ხო, ძალიან საინტერესოა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ვიდეო, რომელიც იყო სოკოებზე. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა, რომ ძალიან საინტერესო არისო და არ ველოდებოდით, რომ სოკო ამდენნაირ შეიძლება ყოფილიყოვო. და სწორედ ამიტომ სოკოც განსაკუთრებული, მაგრამ ასევე განსაკუთრებულები არიან ჩვენი მცენარეები, რომლებიც უფრო შესწავლილები არიან და უფრო აზე ვართ იმის სცენარების ირგვლივ რა ხდება, ვიდრე რა ხდება მაგალითად სოკვების ირგვლივ. სწორედ ამიტომ დღევანდელი ვიდეო შეეხება მცენარეებს, რომლებიც უცნაურად გამოიყურებიან, ან უცნაურად იქცევიან, ან უცნაურად ქოთან. ქოთან, ანუ სუნი აზდით ცუდი. Pasto fantasto skalmanananes too much me. გამარჯობა. როგორ ახართ, როგორც ხედავთ, სადა განსხვავებულ გარემოში ვიმყოფები, იმიტომ რომ ჩემი გუნდი მოგეხსენებათ აგვისტო არის, მე ვიყავი თურქეთში, ხო? მე ვისვენებდი, ისინი არ ისვენებდნენ, ეხლა ისინი ისვენებენ, მე არ ვისვენებ, არასდროს ვერ დავამტყოთ ერთმანეთს, სწორედ ამიტომ გამოჩნდა ასეთი ძალიან საინტერესო ალტერნატივა, რომელსაც ქვია ყურადღება, attention, attention. ჩინურად არ ვიცი როგორ არის, მაგრამ აუცილებლად ვიტყოდი რომ ვიცოდე როგორ არის, სადაც შეგეძლიათ მოხვიდეთ და მიიღოთ ეს სერვისი, რასაც ახლა მე ვღებულობ. ეს არის ძალიან ინოვაციური სივრცე, სადაც შეგეძლიათ თქვენი გარემო მოიწყოთ. ეს ყველაფერი ხდება ხელოვნური ინტელექტით. ხელოვნური ინტელექტით რაც ხდება, არის ყველაფერი ძალიან კარგი, იმიტომ რომ ყველაზე ახალი ტექნოლოგია სამყაროში. ხო, მადლობა ჩემს სპონსორებს, საქართველოს ბანკს, Starbucks და გადავიდეთ ვიდეოზე. გილოცავთ, ეხ გუშინ იბერია მოიგო, გავედით ევრო ტურნირებზე. მინიმუმ კონფერენს ლიგას თამაშობთ. მაგრამ თუ ეხა რეინჯერს ან მაგ მეორეს დამოვიწყდა სახელი, მაგასაც მოგებთ, ევროპა ლიგასაც გავალ, მაგრამ მინიმუმ კონფერენს ლიგას თამაშობ და 20 წელზე დიდი ხნის შემდეგ პირველად ქართული გუნდი იასპარეზებს ევრო ტურნირებზე, როგორ იასპარეზებს, ამას დაველოდებით, რა თქმა უნდა. კაი, გადავიდეთ. დღევანდელი თემა არის საინტერესო მცენარეები, ძალიან ჩქარო ვსაუბრობ, იმიტომ რომ ცოტა მეჩქარება. აი, პირველი დავიწყოთ, მოდი მორცხვი მიმოზით. მორცხვი მიმოზა არის, როდესაც ბავშვობაში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიყავი და მორცხვ მიმოზას პირველად შევეხედა, ჩაიკუნცხა თუ რაღაცა მოვიდა, მგონი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იყო. არ ვიცი, შეიძლება არ არის, მაგრამ შეიძლება მანდელას ეფექტია და მახსოვს რომ ბოტანიკურ ბაღში, მაგრამ შეიძლება არ არის. სადაც არ უნდა იყოს, პირველად რომ შევეხე, მახსოვს ბავშვობაში რამხელა mind blow იყო ჩემთვის. არ ვუჯერებდი საკუთარ თავს, მე ვჩქმეტავდი ჩემ კანს, იმიტომ რომ სიზმარი მეგონა როგორ შეიძლება სცენარის ხელი მოკიდო და სცენარი შერცხვეს. და ბოლოს რო ვთქვი, რა ქვია ამ სცენარს თქო, მორცხვი მიმოზა რომ მითხრეს, ვაჰაჰა, მეთქი მიმოზა თქო. მორცხვი თქო და ესე დასრულდა ჩემი მორცხვ მიმოზასთან ურთიერთობა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, წავიკითხე, როდესაც ამ ვიდეოს ვამზადებდი, ჩემი ინსპირაცია სწორედ მორცხვი მიმოზა იყო. მართლაც ეგრე არის, მორცხვ მიმოზას როგორც კი ხელს შეახებ, ეგრევე იკუმშება. რატო ხდება ახლა ეს? როგორ ხდება ახლა ეს? მორცხვ მიმოზას, სულ მორცხვი მიმოზა რამე სხვასახე მიმოს რო ხელს დაადებს, ხელს რო აი პატარაზეც რო შეეხო, ეგრევე წამის მიასეთში, ფოთლები აი ესე ქვემოთ იშლება რა. როგორ ხდება ახლა იქ რო ღეროში, სახსარში. აქ სითხე დაგროვებული და როგორც და წნევით ამ დაგროვებული სითხით, როგორც ბუშტი არის გაბერილი, აი მაგ წნევით უჭირავს ფოთოლი. როგორც კი ხელს აღებ, იმ უშვებს მაგ წყალს და ის წნევაც აღარ არის და როგორც ბუშტს რო აირს გამოუშვებ ბუშტიდან და დრეკადობას დაკარგავს, ეგრე კარგავს ეს სახსარის დრეკადობას და ეს ფოთლები იყრებიან. რატომ აკეთებს ახლა ამას? მოკლედ, სცენარე თუ რამეს აკეთებს, ან კვების გამო აკეთებს, რომ ჭამოს, ან იმიტომ აკეთებს, რომ თავი დაიცვას. განზრახვა სხვა შეუძლებელია მცენარეს კონდეს. მორცხვ მიმოზას ხელს რო კიდებ, პირველი ვარიანტი არის ის, რომ თუ მაგალითად სცენარებს აზიანებენ მწერები, ხო? რამდენიმე მწერი არის, რომელიც სცენარეს აზიანებს. სწორედ ამიტომ ფოთოლი, როდესაც არის მყარა, ზედ ჯდება მწერი და როგორც ეს ფოთოლი ქვემოთ ეშვება, მწერიც ვარდება და ესე იცავს ჩვენი მორცხვი მიმოზა თავს. და გამოვიდა რომ მორცხვი მიმოზა კი არა, ავაზაკი კი არა და ისეთი მართლა. სპიერი მიმოზა. მორცხვი მიმოზა კი არ არის, თუმცა სპიერი მიმოზა. ფოთლებს ყრეს ზუსტად იმიტომ, რომ ბუზი, მაგალითად ბუზი, ჩამოცურდეს იქიდან და მორცხვ მიმოზაზე არ გააგრძელოს ჯდომა. მეორე ვარიანტი არის ის, რომ თავს იცავს არა მწერებისგან, არამედ ბალახის მჭამელებისგან. ბალახის მჭამელებს აქვს ესეთი თვისება, რომ უყვართ ხასხასა გამაგრებული ესე აყენებული ბალახი. და
არეკარებიან ხშირ შემთხვევაში თუ არის შესაძლებლობა რომ არ გაეკარონ ესე ჩამომჭკნარ, ჩამოღვენთილ მცენარეებს. სწორედ ამიტომ მორცხვი მიმოზა როგორც კი ბალახის მჭამელი ცხვირს მიადებს ან ამ პირს შეახებს, იმკვდარუნებს თავს, რათა ბალახის მჭამელმა ცხოველმა არ შეჭამოს. ასევე მესამე ვარიანტი არის ასეთი, რომ როგორც მიმოზას ფოთლებში არის ჩამალული ძალიან პატარა ეკლები, ძალიან პატარა ეკლები, რომელიც ფოთოლში არის ჩამალული და როგორც კი რაღაცა ეხება მას, ის წყალი, ხო გახსოვთ რომ გითხარით სახსარი უჭირავს მეთქი, ის სითხე ანუ ენერგია მიემართება იმ ეკლებისკენ, ის ეკლები ამოდის პატარაზე, რათა თავი დაიცვას ბუზებისგან და ასე შემდეგ და ის ეკლების ამოსვლაში წასული ენერგია აღარ არის სახსარში და მაგიტო იყრება ფოთლები. მორცხვ მიმოზაზე ჩაატარეს ავსტრალიაში ძალიან მაგარი ექსპერიმენტი და ძალიან პატარა სიმაღლიდან გადმოაგდეს ეს, ანუ მაგალითად ეს აიღეს და ხელე გაუშვეს და დაეცა. ანუ პატარა რხევა იყო, არაფერი არ ემართებოდა, ანუ ისეთ არაფერს არ უკეთებდნენ, რომ მცენარე დაზიანებული. აი პატარაზე ზემოდან აგდებდნენ და ძირს ესე ეცემოდა. და პირველი დაახლოებით 10 გადმოგდება ყველა ჯერზე მიმოზა იწყენდა, ირცხვენდა, ანუ ფოთლებს ყრიდა, მაგრამ რაღაცა რაოდენობის შემდეგ რეაქცია აღარ ჰქონდა. ანუ საბოლოო ჯამში გამოვიდა ის, რომ მიმოზამ აი ამ ცოტა ხანში რამდენიმე გადმოგდებით ისწავლა ის, რომ ეს პატარა სიგნალი არ იყო სახიფათო, 10 ჯერ ეგ სიგნალი რომ მიიღო, არაფერი არ მოუვიდა და შემდგომ გადმოგდებებზე ეს სიგნალი აღარ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მიმოზას დაირცხვინა, ანუ ფოთლები ჩამოეყარა. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ზუსტად აი რაღაცა 2 დღეში მოხდა, ალბათ არ ვიცი რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ექსპერიმენტი, მაგრამ 1 საათიდან 8 თვემდე გრძელდებოდა ალბათ მაქსიმუმ და მაგ 1 საათიდან 8 თვემდე პერიოდში მიმოზა რაც მთელი ცხოვრება რაც ეგონა რომ საფრთხე იყო, გადაისწავლა და მიხვდა რომ ეს პატარა რხევა არ ყოფილა სახიფათო. ესეთი საინტერესო მცენარე არის ჩვენი მორცხვი მიმოზა, ვისაც მორცხვი მიმოზის შეძენა გსურთ. შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ბმულს, არ ვიცი, ეხა ამ წამს რა ბმულს ვანათებ, მაგრამ დავგუგლავ აუცილებლად მონტაჟის დროს, მორცხვი მიმოზასაც შემიძლია ვიყიდო და იმ ბმულს ამოვანათებ. აი, გადავიდეთ ეხა შემდეგ მცენარეზე. შემდეგი მცენარე არის ყველაზე სახიფათო მცენარე ჩვენი კოშმარებიდან. აი, რა მცენარეც ყველაზე სახიფათო შეიძლება ჩვენ წარმოდგენაში იყოს, სწორედ იმ მცენარეზე მაქვს საუბარი. ბუზიჭერა. ბუზიჭერა, იმიტომ არ ქვია რომ ჭერში ყავს ბუზები. ბუზიჭერა, იმიტომ ქვია რომ ბუზებს იჭერს. მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტი არის ამ ბუზიჭერასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება თქვენ არ იცოდეთ. ვიღაცები ხართ, რა თქმა უნდა, ბიოლოგიაში 10-ები რო ყავთ და იცით, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობდი ახალგაზრდობაშიც და ეხლაც ვისაც ბიოლოგიაში 10-ები ყავდა. მე 7-იანი მყავდა. უი, კომენტარების გათამაშება რო იყო, ეს ადამიანი არის ერთადერთი, ვინც დათვალა ბოლომდე ყველა ამბიდექსტერი ვთქვი და ამბიდექსტრია სწორი, ეგ არსად არ შეგეშალოთ. და დათვალა და ამას გადაეცემა მასლარი, დაწერე საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი და ჩაგირიცხავ. ხო, ბუზიჭერას აქვს ძალიან კაი ერთი საინტერესო თვისება, არა მარტო ის, რომ სცენარია, რომელსაც პირი აქვს და კბილები. და პირში საჭმოს ჩაუდებ იკეცებ, მაგას აქვს თვალშეულია. იცოდი ანდრო, ბუზიჭერას თვლა შეეძლო, ანუ არა, რა სიტყვის ახლა გეტყვი. 3 აი ძალიან პატარა ბეწვისნაირი სენსორი აქვს. ერთი სენსორი თუ გამოძრავდა, არ იკეცება. ანუ 2 ან 3 უნდა გამოძრავდეს რა. იმიტომ რომ ეხა ერთ სენსორზე რო იკეცებოდეს, ანუ წვიმა, ქარი, ყველა პატარა შეხება დაკეცავდა რა და 2 სენსორს როცა ეხება, ანუ 2 კნოპკას რო აჭერ, ან 3-ს თუ აჭერ, 2-დან 3-მამდე თუ აჭერს, მაგ შემთხვევაში იკეცავს რა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ადამიანს, ამ ბუზიჭერას აქვს ასეთი თვისება, რომ თუ დაკეცა რა, მოკლედ. მარტო იმ შემთხვევაში იწყებს საჭმლის გადამამუშავებელი რაღაცეების გამოყოფას, რითაც საჭმლად აქცევს ამ ბუზებს და ასე შემდეგ. თუ ეს სენსორების გაღიზიანება ანუ ის რო ცოცხალი არსება ხო დაიჭირა და თუ აი ფარცხალი თუ დაიწყო, ესე იგი ეგ არის რა, საჭმელი არის და იწყებს გადამუშავებას, თორე შეიძლება მართლა დიდი რაღაცას ჩავარდეს ამ ბუზიჭერაში. ფოთოლი მაგალითად, რომელმაც 2 ის გააღიზიანოს, 2 სენსორი გაუღიზიანოს, დაკეცოს ამ ბუზიჭერამ და ხა გამხმარი ფოთლის ჭამა ვაფშე არ უნდა, ბუზიჭერა ქვია, ხა ბუზი ჭირდება. და ფოთოლი ვერ დაამტკიცებს ბუზობას, უნდა იმოძრაოს და ბუზი არის, რომელიც რო ჩაიჭერს ეს ბუზიჭერა, ის ფართხალებს გაფრენა უნდა და
ის ესეთი სახით ინელებს მე რა. ესეთი საინტერესო არსება არის ეს ბუზი ჭერა. ეხლა ლათინურ სახელს გეტყვით. Venus flytrap. ესე ქვია ლათინურად და ეს ყველაფერი ხდება მცენარეში. ამ ყველაფერს ჩაიჩობს მცენარე, რომელსაც ერთი ნეირონიც კი არ გააჩნია, რომ ტვინის ნასახი არ აქვს. ანუ ტვინი ხო არის ნეირონები. იმას ერთი ძალიც არ არის. ასე შესავალში ვახსენე, რომ არსებობენ მცენარეები, რომელიც ქოთავენ რა, ანუ ქოთან. ცუდი სუნი აზრით. საინტერესო ამ მცენარეში ის არის, რა ქვია? Amorphophallus titanum. ესეთი სახელი აქვს ლათინურად, რომელსაც ქვია გვამის ყვავილი. ეს ყვავილი იზრდება ინდონეზიაში და იზრდება 3 მეტრამდე სიმაღლეში. ძალიან მაღალი იზრდება რა, 3 მეტრის სიმაღლეში, ზემოდან არავის არ აქნა ნახი როგორი. ლამაზია თუ არ არიცია. ეგეთი 3 მეტრიანი ყვავილი, რომელიც იზრდება ინდონეზიაში და ხარობს ძალიან იშვიათად. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეიძლება ხარობდეს. ოღონდ ხარობს მარტო თვითონ. სხვა მაგის ირგვლივ არავინ არ ხარობს, იმიტომ რომ სუნი აზდის. შეუძლია გამოსცეს გვამის, ადამიანის გვამის სუნს უშვებს რა. საინტერესო ისაა, რომ ამას ფუტკრები კი არ მტვერავენ, ამას ბუზები არიან. ბუზს ვერ მოიზიდა სილამაზით ფერით და ასე შემდეგ უნდა გაუშვა სუნი. რაღაცა ისეთი სუნი, რომელიც სასიამოვნო არ არის და აი ეს ინდონეზიაში ეს თუ ხარობს, ანუ შეიძლება 4 წელიწადში ერთხელ გაიჭითოს რა, ანუ შეიძლება 3 წელი გადაებაც ისე რომ ვა მოგშორდა მაგის დედავატირე, მაგრამ თუ ხარობს, короче, ირგვლივ 2 კილომეტრის მანძილზე ლეშის სუნი დგას რა. და ეგ ლეშის სუნით იტყვებს ბუზებს, რომლებიც მტვერავენ მე ამას რა და მაგიტო აზდის და ძალიან საინტერესო თვისება ისაა კიდე ერთი, რომ შეუძლია გათბეს. იდეალ ადამიანის ტემპერატურაზე თბება სპეციალურად, რომ ბუზს ვაფშე ანუ თვალე, აი ვაფშე დააბოლოს იმენ. ეს ბუზი ხო არის, შეიძლება ბუზი განვითარდა, რომ ყვავილია, короче, ადამიანი არ არის რა, ეს 3 მეტრიანი რაღაცა. ლეშის სუნი კი აზდის, მაგრამ ყვავილი არის რა, მაგრამ ეს ბუზი რო განვითარდა, ესეც ამან ჩემი გაიო და ესეც უფრო განვითარდა და შეიძინა ესეთი ტალანტი თბება 36 გრადუსზე. ესეთი მცენარე არის. ასევე არის მცენარე, რომელსაც ქვია მოცეკვავე მცენარე. ვიდეო ალბათ შეგვხედრიათ TikTok-ზე ბევრი, ან არც ერთი, ან 2, სადაც ჩანს მცენარეები, რომლებიც ცეკვავენ რა. და მართლა ეს მცენარეები არიან, რომელსაც დიდხანს თუ დააკვირდები, შეუიარაღებელი თვალით ის კი არა, ალი და ნინო რო ძალიან ნელა ერთმანეთში გადიან. და თუ არა აჩქარა კადრი რო ვერ ხედავ რო ერთმანეთში გადიან. ხო იცი ალი და ნინო. ხო, ეგრე ნელა არ მოძრავი, ანუ რო დააკვირდები შეუიარაღებელი თვალით და აჩქარების გარეშე, შეიძლება დაინახო რომ ეს მცენარეები ანუ ცეკვავენ რა და მაგიტო ქვია მოცეკვავე ცეკვავი მცენარე. მაგრამ ფაქტი კი არა და სიმართლე აქ ისაა რომ ეს მცენარეები არ ცეკვავენ, ზოგადად არიციან ცეკვა. ცეკვავენ სუხიშვილები, რომლის მთავარი სპონსორი და ასევე ჩემი მთავარი სპონსორი ერთია, საქართველოს ბანკი. უღრმესი მადლობა. ცოტა ხნის წინ დავწერე Instagram-ზე, ნახეთ ახალი ცეკვა, ახალი დადგმა, ორღობერო ქვია. აი მაგით ეს მუსიკა მინდა ახლა. ძალიან მაგარი, ძალიან კაი ცეკვა არის. ძალიან სასიამოვნო სანახავია, ძალიან კარგი მელოდია არის. თავიდან ბოლომდე კარგი ისაა რა, კარგი ცეკვა არის. ცეკვა ქვია, კარგი ნაწარმოები რა, კარგი დადგმა არის. მაგრამ კომენტარებში ძალიან ბევრი ადამიანს არ მოსწონს რა ეს ქართული ცეკვა, რომ პროგრესირებს და ვითარდება და აი ამის იქითაც გადის რა. ცოტა ესეთი ხდება. ანუ ოდნავ რო იცლება, ძალიან დიდი ეს არ არის ქართული ცეკვა. საქართველოს ცეკვა არის სხვა. მე მაქვს თქვენთვის ესეთი პატარა საინტერესო mind blow, რაც კარგ გაგიხსნეთ. ზოგადად შეიძლება ვაფშე სხვანაირად დაინახოთ სამყარო. სადღაც რაღაც ეტაპზე ქართული ცეკვა განვითარდა. ანუ ქართული ცეკვა ფარნავაზის დროს ეს არ იყო რა. ეგ რაღაცა პერიოდის მერე საერთოდ სხვა იყო. ჩვენ თუ თქვენ დაგიჯერებდით, თქვენაირ ადამიანებს დაუჯერებდით და ვიტყოდით, რომ ქართული აი ერთი რაც არის უნდა იყოს. დღემდე როკვა, რასაც ქვია ცეცხლის ირგვლივ ცეკვა. ამინდის ღმერთის საპატივცემლოდ ეგეთი უნდა იყოს დღემდე ცეკვა. და სწორედ აი ამ განვითარებამ, სწორედ ამ კულტურულმა რაღაცა
მარილმა რაც მოვაყარეთ ამ ცეკვებს და თანამედროვეობა რაც შევიტანეთ ამ ცეკვებში მოიტანა დღემდე ის ცეკვა რაც თქვენ მოგწონთ ეს მაგრამ ესეც გათანამედროვებულია ანუ ესე არ დაბადებულა ქართული ცეკვა რასწორად ამიტომ სიახლეების მიმართ ნუ ხართ უხეშები და იმიდან გამოდით და ცალკე უყურეთ რა სასიამოვნო საყურებელია და დაინახავთ რომ აი უცხოელი ადამიანი ყოველთვის უკეთესად აფასებს იმიტომ რომ მარტო იმას აფასებს რა არ მოქმედებს მასზე ბებია პაპას ქორწილის ვიდეო რომელიც კასეტაზე აქვს ჩაწერილი ეგ არ არსებობს მის ცხოვრებაში და უყურებს მარტო შოუს და აფასებს როგორც შოუ და ძალიან ყველას მოსწონს და ძალიან სიამოვნებს და ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან ცალსახად ძალიან მაგარი დადგმა იყო ეს სუხიშვილებს რაც შეეხებოდა ცოტა გამიგრძელდა მაგრამ მოცეკვავე მცენარეზე ვსაუბრობდი ხა და წარმოვიდგინე როგორია რომ მოცეკვავე მცენარე არის ჩემი სპონსორი საქართველოს ბანკია და სუხიშვილების თავარი მხარდამჭერით საქართველოს ბანკია როგორ არ უნდა მეხსენებინა ხა ასე ვარსობს ასეთი მცენარე რომელსაც თუ შეჭამ მის მართლს თუ შეჭამ ძილის იმას დაგითრგუნავს და გაგახვიძებს რაც არის ყავა ასე ჩემი სპონსორი უღრმესი მადლობა ჩემი მხარდამჭერი და გამაღვიძებელი Starbucks კაი მოცეკვავე მცენარეები რა შვებიან ხა არაფერს განსაკუთრებულს არ შვებიან სუხიშვილები არ არიან გვარად არც ცეკვა იციან რა არის უბრალოდ მას აქვს ფუნქცია რომ თითო ფოთოლი ანუ მცენარე კი რა თითო ფოთოლს აქვს თვისება ცალკეულად რომ იყოს საუკეთ მზე და ის რომ ერთი ფოთოლი გადაიხრება მზისკენ ის ფოთოლს გადაეფარება ის ფოთოლი აქეთ გადმოიხრება რომ აქეთ გადაიხორს იმას გადაეფარება და აი ესე მოძრაობაში არიან მზეს ეძებენ და მაგიტო გვანან მოცეკვავე მცენარეებს საბოლოო ჯამში მოცეკვავე რო იყოს ის მცენარე ამ მოცეკვავის მცენარის განმავლობაში სპონსორიც იქნებოდა საქართველოს ბანკი მაგრამ არ არის prayer plant-ები prayer-ус პლანტაპლუსები ესეთი მცენარე არის რომელიც მლოცველ მცენარეს ეძახიან ეგ ყველაზე პოპულარული მცენარე არის რომელიც რაღაცნაირად იქცევა ღამერო ხელებს ხო არის მცენარეს ესენი რა ქვია ფოთლები ესეთი რა ეხა ჩარმარ ბოლომდე ესე ხო არის და როგორც კი ბნელდება ესე აკეთებენ რა ანუ ზემოთ ადიან და მაგიტო მლოცველ მცენარეებს ეძახიან მცენარეც როგორც ჩვენ აქვს შიდა ბიოლოგიური საათი ანუ როგორც ჩვენ ღამე მელატონინს გამოვყოფს და გვეძინება ისე არიან მცენარეებიც მაგრამ მეცნიერები რამდენიმე ფაქტს რამდენიმე თეორია აქვთ რა ერთი ის არის რომ ეს ხელები ზემოთ რო ადის იმიტომ ადის ესენი რომ მთვარის შუქს ემალებიან რომ მე მთვარის შუქმა არ მოატყუოს რომ შუქია და ამათ რამე არ დაერღვეთ და ერთი საინტერესო მეორე ვარიანტი არის რომ ღამე როგორც იცით უფრო ცივა ტემპერატურა დაბალია რახან მზე არ არის და ეს ხელები რო ესე აქვთ ესე რომ ადის ეს ხელები ღეროს ეკრობიან და ღეროს ათბობენ ესეთი საყვარელი ხელები და ფოთლები აქვს ამ მცენარეს მლოცველ მცენარეს ესეთი მცენარე არსებობს ყვავილი მცენარე რომელსაც მოჩვენება მცენარეს ეძახიან მონოტროპა უნიფლორა ქვია Monotropa uniflora ეს არის მცენარე რომელიც მოჩვენებას გავს და არ სჭირდება მზე ანუ ეგეთი მცენარე რომელსაც მზე არ სჭირდება და ის არის თავიდან ბოლომდე ან გამჭრვალეა მოჩვენებისნაირი გამჭრვალეა ან თეთრია რა მწვანე საერთოდ ერთი ნაწილიც არ აქვს მწვანე ფერის ხო და რატომ არ არის ეხა მწვანე არ გაინტერესებს ხო ძალიან გაინტერესებს მწვანე იმიტომ არ არის ეს მცენარე რომ ამ მცენარეს საერთოდ არ სჭირდება ფოტოსინთეზი ხო იცით ფოტოსინთეზი წინა ვიდეოში ავხსნი რადიოსინთეზი რა არის რადიოსინთეზი არის როდესაც სოკო იკვებება რადიაციით არსებობს ესეთი სოკო რომელიც რადიაციით იკვებება ეგ არის რადიოსინთეზი და ფოტოსინთეზი არის მცენარე რომელიც ანუ რაღაცა რაც სინათლით იკვებება და ეს მცენარე ყველა მცენარე თითქმის სინათლით კი რა ალბათ ყველა მცენარე სინათლით ფოტოსინთეზირებს და ეს მცენარე არ ფოტოსინთეზირებს როგორ იკვებება აი აქ უნდა გავავლოთ ეხა პარალელი ჩემ ძველ ვიდეოსთან სოკოებთან ეს მცენარე რომელიც სოკო არ არის იკვებება მიცელიუმის ქსელით გახსოვს მიცელიუმის ქსელი ხო აგიხსენეთ ინტერნეტი როა და ის ჯემალახე რო ეუნება რომ ჩემთან კოდალები მოდიანო და გამოყავი რაღაცაო ინფორმაცია და საკვებს რო გადასცემენ ორგანიზმები ერთმანეთს through the ground ზუსტად აი ამ მიცელიუმის ეხა ტყილა აქვს თუ არიცი რაც ვლაპარაკობ ჯიგრი ამ ვიდეოზე გადადი და მიხვდები მე ამაზე გადმოდი და გააგრძელა ვიდეოს ყურება მიცელიუმის ქსელით იკვებება ანუ
სხვა მცენარეებს ართმევს, პარავს, საკვებს. ანუ ეს მცენარე, ეს ghost plant-ი, ეს რაღაცა მოჩვენება მცენარე, თუ სადღაც არის ამოსული, უნდა იცოდეთ იმს, რომ ეს ტიპი იმიტომ არსებობს იქ, რომ გვერდზე ვიღაცებს პარავს მიცელიუმის ქსელის საშუალებით საკვებს და ენერგიას და საკუთარ იმაში შეაქ. და ფოტოსინთეზით არ ჭირდება, მაგიტომ მწვანეც არ არის და თეთრია და ხარობს რა. და საინტერესოა რომ მცენარე რომელიც არასდროს არ ფოტოსინთეზირებს, მაინც იკვებება ფოტოსინთეზით. უბრალოდ სხვა მცენარის გამომუშავებული ფოტოსინთეზისგან გამომუშავებული შაქრით, რომელმაც გადასცა ესე ხისგან გაწამოვიდა, მიცელიუმში გაავრცელა, wood wide web-ში გაავრცელა, სხვაგან მიდიოდა და მან წკაპ ამოაძრო ჯიბიდან ის შაქარი. ესეთი ნაბო არასწორი არსება არის ჩვენი ghost plant-ი. უცებ ეს ვიდეო მდალე მთავრდება. თუ წითელ გასაკვირდებით თქვენთანაც მიხვდებოდით ჩემი შეხსენის გარაში, მაგრამ უცებ გეტყვით რომ არსებობს კიდე ეგეთი მცენარე, რომელსაც ქვია აღდგომის მცენარეი. აღდგომის მცენარე. Seleginella lepidophylla. ამას გამოგიგზავნე შეშემარაც უნდა ამოანათო რა. ეს მცენარე ძალიან საინტერესოა, რომ ეს მცენარე გვალვის დროს თავისი სხეულის სითხის 95%-ს კარგავს და იკუმშება, იკუდება, ანუ აი გამხმარება, ხო იცი, მაგარი გამხმარი მცენარე რო. აი ეგრე არის. ეგრე შეიძლება 10 წელი იყოს. მე ეს გვალვა მორჩეს, წვიმა წამოვიდეს და უცებ გაიხაროს ისე. ანუ უკუდავია, შეუძლია მთელი ცხოვრება გამხმარი იყოს ესე. მოდეს მე ვინმე წყალს მიასხავს, ისევ გაიხარებს. სწორედ ამიტომ ქვია აღდგომის მცენარე და არაფერ შუაში არ არის. იმასთან რასთანაც შეიძლება თქვენ გეგონათ რომ შუაში იქნებოდა. მოკლედ ეს იყო და ეს არის რამდენიმე მცენარე, რაც საინტერესო არის. კიდევ არსებობს სადღაც 28-მდე სხვა განსაკუთრებული მცენარე, რატომ არ ვთქვი დანარჩენი 28-ს, ახლა აგიხსნით ზუსტად კომენტარებში დაწერეთ მცენარის სახელი. პლატიპუსი მაგალითად ლათინურად ტირე და აღწერა რატო არის განსაკუთრებული და ვისი მცენარეც, ვისი მოძებული მცენარეც ყველაზე ეგზოტიკური იქნება, იმას გადაეცემა ჩემგან კომენტარების 100 ლარი. ორი ცალი გავათამაშე სხვადასხვანაირად, მესამე იქნება ეს. უღრმესი მადლობა რომ მიყურებდით, უღრმესი მადლობა ყურადღებას, უღრმესი მადლობა აქაურობას, ვისაც გინდათ რომ რაღაცა იდეა გაქვთ უბრალოდ კამერა, მიკროფონი, ედიტორი, ჭერი, იატაკი, მაგიდა და სკამი არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და შექმნიან თქვენთვის იდეალურ სივრცეს, რაც არ ემგვანებით ვიღაცა სხვა არხის ვიდეოს და არ გიმოგიწევთ ფიქრი ტექნიკურად როგორ იყოს ეს ყველაფერი გამართული, იმიტომ რომ გამართავენ. ეხა ეს ვიდეო თუ გამართულია, ესე იგი ამათმა გამართეს. მე უბრალოდ ვილაპარაკე. უღრმესი მადლობა, შემდეგ ვიდეომდე, შემდეგ ვიდეო რაზე იქნება, კაცმა არ იცის. ალბათ არ ვიცი. აკა.